მასწავლებლებს სკოლის გარეთ მოსწავლეების მომზადება არ შეეზღუდებათ. საკითხთან დაკავშირებით განმარტებას განათლების მინისტრის მოადგილე აკეთებს. ზვიად გაბისონიას ინფორმაციით კანონში არ არის გაწერილი რეპეტიტორის ინსტიტუტი. შესაბამისად, პედაგოგებს, რომლებიც მოსწავლეებს სახლში ამეცადინებენ, ცვლილებები არ შეეხებათ. Korupcijas წინააღმდეგ ბრძოლის კანონმდებლობის შედეგად განისაზღვრა გარკვეული ტიპის სფეროები, სადაც დაშვებულია დამატებითი საქმიანობა, მათ შორის ასეთად განათლების სფეროში განისაზღვრა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა, შესაბამისად დამსაქმებლის თანხმობით პედაგოგებს და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, ასევე სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებს უფლება აქვს დამატებით ეწეოდნენ სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. რაც შეეხება საგამონაკლისო წესებს, მაგალითად მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება მასწავლებლებთან დაკავშირებით და ეგრეთ წოდებული კერძო რეპეტიტორიუმის ინსტიტუტთან დაკავშირებით, გვინდა განმარტება გავაკეთოთ, რომ საქართველოს საგანმანათლებლო კანონმდებლობის მიხედვით არ არსებობს დეფინიცია რეპეტიტორისა და აქედან გამომდინარე შეუძლებელია ვისაუბროთ გარკვეული ტიპის შეთავსებებზე ან თანხმოვებზე, რადგან ასეთი ტიპის განმარტება კანონმდებლობაში არ არსებობს. შესაბამისად, თუ ორ ფიზიკურ პირს შორის ხდება რაიმე ტიპის შეთანხმება, გარიგება იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს მომსახურების შეთანხმების გაწევა ან გარკვეული ტიპის საგანმანათლებლო ცოდნის გაზიარება, ეს ცილდება განათლების კანონმდებლობას და აქედან გამომდინარე ის ვერ იქნება განმარტებული როგორც შეთავსებითი ტიპის საქმიანობა.